პროცედურა დამოუკიდებელია ის მეხსიერება ბარათის სიდიდეზე, ანუ რა მხელა არის ეს მეხსიერების ბარათი და რა დრო არის გასული იმის შემდგომ, რაც მოხდა ინფორმაციის წაშლა აღნიშნულ მეხსიერებ ბარათზე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი შედეგი შეიძლება მივიღოთ? 90%-ის შემთხვევაში დადებითი შედეგი შეგვიძლია მივიღოთ, ასევე დამოკიდებულია რამდენად ხშირად ხმარობდა მომხმარებელი ამ მეხსიერებ ბარათს, ანუ რამდენად ხშირად ავსებდა და შლიდა ამ მეხსიერებ ბარათს, ამაზე არის დამოკიდებული. 90% შემთხვევაში ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, უმეტესო შემთხვევაში ჩვენ ვაღადგენთ წაშლილ ინფორმაციას. აი მე თუ კონკრეტულად დაგისვამთ კითხვას, სიტყვაზე 3 წლის წინ წამეშალა კონკრეტული ერთ სურათს არ ვიტყვი, აი რაღაცა სურათების ერთობლიობა, პაპკას რომ ეძახიან. შეიძლება იმის აღდგენა? დიახ, კომპიუტერიდან. შეიძლება იმ შემთხვევაში თუ თქვენ ან მყარი დისკი რაც გაქვთ კომპიუტერში, მაგას აქვს რაღაც მოცულობა, თუ ეს მოცულობა რამოდენიმეჯერ შემდგომში გადაივსო, მაშინ იქნება შეუძლებელი. ხოლო თუ ეს ან მოცულობა არ არის გადავსებული რამოდენიმეჯერ და 3 წლის წინ წაგეშალათ იმის შემდგომ ჩვეულებრივად ხმარობთ იმ კომპიუტერს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია იმ საქაღალდის აღდგენა თავისი ფოტოსურათებით. ანუ მე როგორც ხდები უკვე ახალი მასალა ეწერება იმ ძველ მასალას. როდესაც იშლება რაღაც ფაილი კომპიუტერიდან, სინამდვილეში ფაილი არ იშლება, უბრალოდ არ ჩანს სისტემაში. ხოლო როდესაც ხდება იმ მყარი დისკის გადავსება, უკვე ის ფაილი სადაც მდებარეობს და უკვე იმის ადგილს იკავებს სხვა ფაილი. ანუ ალბათ ლოგიკურად ესეთი დასკვნა გამომაქვს, რომ როდესაც წაგვეშლება ჩვენ დაუნებურად რაიმე ფაილი კომპიუტერიდან, ვეცადოთ რომ ხელი არ ვახლოთ იმ მყარ დისკს, რომ არაფერი არც ჩაოწეროთ და როგორც დააფიქსირებთ, რომ ის ფაილი, რაც თქვენ გჭირდებოდათ, არ არის კომპიუტერში და იყო წაშლილი თქვენს მიერ, ჯობია იმ მომენტშივე მოგმართოთ ჩვენ უშუალოდ იმ მყარ დისკის ასლს ვამზადებთ და შემდგომში იმ ასლზე ვმუშაობთ, ანუ მყარ დისკს არ ვაზიანებთ. და ამიტომაც თქვენ შემდგომში დაგიბრუნდებათ თქვენი კომპიუტერი უმოკლეს ვადაში, იმიტომ ასლი იქნება ძალიან ჩქარა, ხოლო შემდგომი პროცესინგი იმ ასლზე გრძელდება უფრო გრძელვადიანი პროცესი არის. ეს კომპიუტერის გარდა მობილურ ტელეფონებს, პლანშეტებს, ფოტოაპარატის მეხსიერების ბარათები როა, უბრალოდ ესე ფლეშკას რო ეძახით, ამაზეც მოქმედებს, ამ ყველაფერზე შეიძლება? დიახ, ეგ შესაძლებელია გაკეთდეს ეს ნებისმიერ ციფრულ ინფორმაციის მატარებელს. ესე იგი, სადღაც ამას პასიური მეხსიერებაც აქვს იმ აქტიურთან ერთად, რასაც ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურად ალბათ, ხო? სადაც იქ წაშლილ ფაილს უკვე იტოვებს მაინც. წაშლილ ფაილს რო შლით რეალურად იმ მოცულობა რაც გააჩნია ამ მყარდის, მაგალითად რო ავიღოთ ფლეშკა 8 გიგაბიტიანი და გვაქვს რაღაც სურათების რაოდენობა, მაგალითად 100 სურათი, ერთ-ერთი სურათის რო წაშლით და იკავებს 100 მეგაბიტს, ერთ-ერთი სურათის წაშლის შემდგომ იმ ფლეშკაზე უკვე თქვა 96 მეგაბიტი არის დაკავებული. თუ ჩვენ ამ ფლეშკას გავავსებთ ბოლომდე 8 გიგაბიტის ინფორმაციას ჩავწერთ, უკვე შეუძლებელი გახდება იმ ფაილის აღდგენა, იმიტომ რომ თქვენ რო შლით იმ ფაილს, ის ფაილი სინამდვილეში რჩება ამ ბარათზე, უბრალოდ თქვენ ვიზუალურად ვერ ხედავთ იმ ფაილს. ხოლო გადავსების შემდგომ უკვე იმის ადგილს იკავებს ის ახალი ინფორმაცია. საერთოდ გადის. კი, და უკვე ინახავს ახალი ინფორმაცია. ტექსტების შემთხვევაში, აი SMS-ი მაგალითად მობილურში თუ წაგვეშალა, შეგვიძლია თუ რა აღვადგინოთ. მობილური ტელეფონიდან კი ბატონო შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების აღდგენას. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ხარდაჭერა 9000 ტელეფონის, გვაქვს აქ წარმოდგენილი ერთ-ერთი ჩვენი მოწყობილობა პორტალი მოწყობილობა. შეგვიძლია ხო ნელ-ნელა რომ გადავიდეთ ირაკლი არის ასისტენტობის დაბადებული. ცნობის მოყარევა. მოწადინე. გვაქვს ერთ-ერთი მოწყობილობა ჩვენი ლაბორატორიიდან, პორტატული მოწყობილობა წარმოდგენილი, რომელთაც მოკლეს ვადაში ხდება კვლევის ჩატარება. დამოკიდებულია თვითონ ტელეფონის მოდელზე და ტელეფონის მეხსიერების რაოდენობაზე, იქიდან გამომდინარე თუ რა დრო დასჭირდება ამ SMS-ების თუ სხვა რაიმე ინფორმაციის აქედან აღდგენა. დაახლოებით რა დრო ჭირდება? გააჩნია ტელეფონს რამხელა მეხსიერება აქვს, ანუ რეალურად ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის აღდგენამდე ჩვენ უნდა სრული ასლი შევქმნათ ამ ტელეფონის. მინიმუმი და მაქსიმუმი რა არის ახლა ბაზარზე არსებული ტელეფონების მიხედვით? დღესდღეობით ჩვენ გქონია, ეგრეთ ვთქვათ, ყველაზე
მცირე მეხსიერების მქონე ტელეფონს დაახლოებით 3-დან 4 საათამდე სჭირდება, ხოლო ეგეთი ტელეფონს როგორც არის iPhone-ი, Samsung-ი, Galaxy Note-ები და ასე შემდეგ, რომელსაც გააჩნია 16 გიგაბიტზე მეტი მეხსიერება, ყოფილა შემთხვევებიც რომ 3-4 დღეც დაჭიროებია მხოლოდ ასლის გაკეთებას. ერთ სიტყვით ვაცნობ ტელემაყურებლებო შეგვიძლია თავარია რამეს რომ დავკარგავ თავარ პრინციპი ეს არის ის არ გადავახსოვთ ის და ამ შემთხვევაში ფასებიც განსხვავებულია აღვადგინოთ რაღაცა ფასები განსხვავებულია. მოკლე ტექსტური შეტყობინების ღირებულება, აღდგენის ღირებულება არის სხვა და მაგალითად იგივე კონტაქტ ლისტის აღდგენის ღირებულება არის სულ სხვა, იმიტომ სულ სხვა კვლევა ტარდება აღნიშნულ ტელეფონში. კონტაქტ ლისტის აღდგენა ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაციის ამოღება და აღდგენა მობილური ტელეფონიდან, როგორც არის კონტაქტ ლისტები, ზარების ისტორია, SMS-ები, MMS-ები, Viber-ის ჩანაწერები და ეშვევად ეჭვიან ქმრებს და მსგავსი ტიპის ინფორმაცია. მაინც რომ მიახლოებითი ფასი იცოდეს ჩვენ მომაყურებელმა, აი მაგალითად მხოლოდ კონტაქტ ლისტის აღდგენა თუ არ არის ეს არც iPhone-ი რომელსაც აქ საშუალო დონის ტელეფონზე. აი საშუალო დონის ტელეფონზე. ეჭვიანი შტაბეშტილებას ტოვებ უკვე მანიკა. ჩაუღრმავდი. საშუალო დონის კონტაქტ ლისტი, საშუალო დონის ტელეფონიდან კონტაქტ ლისტის აღდგენა დაახლოებით ჩდება 100 ლარის ფარგლებში. ეს ტარიფი განსაზღვრულია ჩვენ ტარიფებით, მომსახურების ტარიფებით და ტელეფონზე მაქვს დაახლოებით იგივე iPhone-ზე საუბარი თვლით ამას საშუალოს, როცა ვაკეთებ კონტაქტებს. მე მგონი თუ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ღირს რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ვითმეტეს თუ SMS ეხება თუ რაიმის დამტკიცება გინდა რომელიც ხელს დაჭირი თუ არაფერი არის და ის SMS-ი ამართლებს ამ ყველაფერს 100-საც გადაიხდი და 200 და მეტსაც დამტკიცება ამ აპარატურაში აქ გვეწერება და აქეთ გადმოდის ყველაფერი ის რაც შეიძლება დანიშნულება არის შემდგომი ცალი მხრიდან არის source-ი, ანუ საიდანაც ვაერთებთ იმ ტელეფონს, რომლიდანაც გვინდა ავადგინოთ და ამოვიღოთ ინფორმაცია. ხოლო მუშაობა რა როგორი მოწადინებულია ნახე. ხოლო მეორე მხარეს არის ტარგეტი, სადაც ვაერთებთ სპეციალურ მოწყობილობას, იქნება ეს კომპიუტერი, ფლეშ მეხსიერება, მყარი დისკი, სადაც ხდება ამ ტელეფონის სრული დუპლიკატის გადატანა. თავისი არსებული ფაილებით და წაშლილი ფაილებით. და შემდეგ უკვე თქვენ იმაზე მუშაობთ. შემდგომში ჩვენ მუშაობთ იმ ასლზე, კი ბატონო, მუშაობთ იმ ასლზე და იმასთან ვადგენთ იმ ინფორმაციას. ეს არის დამატებით იმისათვის, თუ მომხმარებელს სურს თავის ტელეფონი წაიღოს ასევე სხვა ლაბორატორიაში, რომელიმეში და იქ ჩაატაროს ანალოგიური კვლევა, ჩვენ არ ვაფუჭებთ იმ თქვენ არიტოვებთ ტელეფონზე, თქვენ უკვე და იმ ტელეფონზე ლაივშიც არ მუშაობთ, რომ არ გავაფუჭოთ რამე სახის ინფორმაცია არ წავშოთ. აი ეს დიდი ჩემოდანი საიდუმლოებით მოცული ამ ჩემოდანში არის ამის შემოადგენელი ნაწილია ეს ჩემოდანი, ამ ჩემოდანში არის სხვადასხვა კაბელები, როგორც გითხარით, დღესდღეობით ხარდაჭერა გვაქვს 9000 ტელეფონის, რომელიდან შესაძლებელი არის აღნიშნული ფაილების აღდგენა. ამ ჩემოდანში არის ამ ტელეფონების ყველა სახის კაბელები. ნებისმიერ ტელეფონს მივდგეთ დიახ და ასევე ხარდაჭერა გვაქვს სპეციალური კიტი ამისთვის, რომელიც მუშაობს ჩინურ ტელეფონებზე. კიდე სხვა სფეროა. კიდე დამატებით შეგვიძლია დავუყოთ ჩვენ 3 დღე და მინიმუმ 3 საათი. თქვენ ხომ ჯეიმს ბონდის კეისი. ბავშვობაში მოვუწევთ კეისია. ის უკვე აღნიშნეთ, რომ 500-მდე ექსპერტიზა ტარდება ბიუროში. აი თუ გახსენებთ რაიმე ყველაზე უცნაური შემთხვევა, რაც მოუთხოვია, თუნდაც კერძო პირს ან ფიზიკურ აი რა გამოვხოთ რა ერთ-ერთი ისეთ საინტერესო მოკლედ ვიტყვი, ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო, როდესაც ქალბატონს გარდაეცვალა კატა, რომელიც ძალიან უყვარდა და ეს კატა მოიტანა, ესე ვთქვათ, ჩვენთან ბიუროში და გთხოვა, რომ გითხარ რომ გაუგია მას, რომ ექსპერტიზაში ყველაფერი კეთდება და გთხოვა, რომ იქნებ გავუკეთებია ამ კატის კლონი. კლონი? ანუ არ უნდა დაშორებოდა თავის კატას და მსგავსი შექმნა უნდა. არ ეს ასე გაუკეთეთ. არა, თქმა უნდა, იმ ჩემოდნის საშუალებით. თქმა უნდა. ჯერჯერობით აღწევულია გენეტიკური მანიპულაცია და თან ცხოველებზე ექსპერტიზას არ ვაკეთებ. ძვირფასო ტელემაყურებლებო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კლონირებას არ აკეთებს. აღარ შეეცვალა სერიოზულ საქმეებზე მუშაობთ. რაღაცებს მოაწოდეთ.
ჯადოების ექსპერტიზას მინდა დაგიმართო. ეგეთ არის ხოლმე. ძალიან ხშირად არის, ძალიან ხშირად არის და ძალიან გვიჭირს აუხსნათ ხოლმე იმ ადამიანებს, რომ მსგავსი ტიპის ექსპერტიზები ბევრში არ არის. პარანორმალური მოვლენები. თუ არ მოგეშვა, მე ვეთქვით, რომ ჯადოს დუბლირებას გავაკეთებ, დავიტოვებთ ეს დედანი თქვენ წაიღეთ და ხმის ჩაწერა ესე ტექნოლოგიებთან როცა გვაქვს საქმე შეიძლება თუ არა გავიგოთ რამდენი ხნის ჩანაწერია, როდინდელია, შემდეგ და შემდეგ. და იდენტიფიკაცია. და იდენტიფიკაცია თუ ბადის დადგენა იდენტიფიკაცია შესაძლებელია, მაგრამ ის თუ ერთი კვირის წინ ჩაწერილია თუ 10 წლის წინ შეუძლებელია არა მარტო ჩვენ ბიუროში, არამედ სოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ამას ვერ აკეთებენ, თორემ ფიზიკურად შეუძლებელია ამის გაკეთება. რაც შეეხება ხმა არ ძელდება. არა, ნუ ის ჩანაწერია და ანუ ჩანაწერების გამოქვეყნება სატელეფონო ის იყო და ანუ ამის იდენტიფიკაცია ვადის დადგენა, ხმის ჩაწერის დროის დადგენა შეუძლებელია. ხმის იდენტიფიკაცია ეს შესაძლებელია დღეს არსებული ტექნიკის მეშვეობით. უბრალოდ უნდა მოხდეს იმ პიროვნებისგან ვისაც გვინდა რომ ხმა შევადაროთ, მისგან უნდა მოხდეს ხმის ნიმუშის აღება. ჩვენ გვაქვს სპეციალური ძვირადღირებული მაღალ ტექნოლოგიური დიქტოფონი, კარგ სიხშირეზე რომელიც იწერს და შემდგომ ამ ჩანაწერს უკვე კომპიუტერულ სპეციალურ ფონოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ ლაბორატორიაში, რომელიც არსებობს ჩვენ ბიუროში, სპეციალისტი, ანუ ექსპერტი ახდენს ამ ხმის უკვე შედარებას. და უკვე დიდი როლი აქვს თვითონ კომპიუტერულ მოწყობილობასაც, რომელიც ეხმარება და რა თქმა უნდა ექსპერტის სმენას. და კიდევ ერთი ექსპერტიზის შესახებ მინდა გითხოთ, ეს არის ქსოვილების ექსპერტიზა. აი მე თვითონ ხშირად მქონია შემთხვევა, რომ მინახავს აი რაიმის ხიდვის დროს აწერია 100%-ით ნატურალური, სხვადასხვა ნაჭრები ხო არსებობს ტიპის, ხო, თუნდაც და შემპარვია ეჭვი, რომ არ არის ეს სიმართლე. აი რამდენად ხშირად მოგმართავენ ამ მიმართულებით და რა ღირს ესეც რომ ვთქვათ რა. ძალიან ხშირად მოგმართავენ არა მარტო მოქალაქეები, არამედ უკვე ესეთი სახელმწიფო დაწესებულებები, როგორც არის თავდაც სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ რომ ისინი ატარებენ ტენდერებს, იძენენ რაღაც სპეცტანსაცმელს და ეს სპეცტანსაცმელი ყველაფერი ჩვენთან მოწმდება. მოქალაქეების რასაკვირველია, აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხშირად ეპარებათ ხოლმე ეჭვი, მე თუმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც უკვე ქიმიური ბოჭკოების ისეთი დამუშავება არის შესაძლებელი, რომელიც ვიზუალით ძალიან მიახლოვებულია ესეთი ნატურალური ბოჭკოს შესახედაობასთან, ხშირად ხდება ესეთი მომართვები და ხშირად არის, რომ სამწუხაროდ მართლაც არ არის ის ნამდვილად 100%-იანი ნატურალური ბამბა. რა ჯდება? ეს ცოტა რთული შეკითხვაა, რატომ? იმის და მიხედვით, თუ ეს მართლა აღმოჩნდა ნატურალური ბამბა, ან ნატურალური რომელიმე სხვა ბუნებრივი ბოჭკოსგან დამზადებული ქსოვილი ან ჩასაცმელი, ბეჭი კიდე ცალკე თემა, ხო, ქურქი ცალკე თემა, ეს ქსოვილებზე ვლაპარაკობთ ამ წუთას. ამ შემთხვევაში ძალიან იაფად გამოხვალთ და დაждდება სულ რაღაც 60 ლარი. იმიტომ რომ იმისათვის რომ დადგინდეს ეს არის თუ არა დამზადებული ნატურალური ბოჭკოსგან და როდესაც 100%-ით არის დამზადებული, საკმარისია მხოლოდ მიკროსკოპიული გამოკვლევა. მაგრამ თუ უკვე იქ არ აღმოჩნდება მარტო ეს ერთი სახეობის ბოჭკო და მასთან ერთად აღმოჩნდება რაიმე სხვა სახეობის ერთი ან ორი ქიმიური ბოჭკო, იმისათვის უკვე რაოდენობრივად რომ დადგინდეს, მაშინ რამდენი არის ბამბა, უნდა ჩატარდეს უკვე დამატებით ბევრი სხვა გამოკვლევები, როგორიც არის ინფრაწითელი სპექტრომეტრია და უშუალოდ ქიმიური კლასიკური ანალიზი. ვისურვოთ და ნამდვილად ბამბა იყო. ხო, ამ ესე რომ ეს ფასი ნელ-ნელა იზრდება იმის და მიხედვით. ძალიან კარგი პასუხები გაგვეცით, ბევრ ამას აიხადა ფაქტა და კიდევ ერთხელ გილოცავთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობთ. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა და დაგიბრუნდებით მამა ლევან მათეშვილი.